აქ აქვს ტუმბო და აქ აქვს ტელეფონი, რომლითაც მართავს ამ ტუმბოს. ნინო ხელაძე ინსულინის ტუმბოს მუშაობას დიაბეტის მქონე ბავშვებსა და მშობლებს ხშირად ამ თოჯინის გამოყენებით უხსნის. ენდოკრინოლოგი დიაბეტის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის მედიკამენტის ცვლილებით გამოწვეულ შესაძლო სირთულეებს გვიხსნის. თუ ბავშვი მცირე ასაკის არის, თუ მას არ შეუძლია რომ ან ცოტა მეტი აჭამოს, ან რაღაცა სხვა მხრივ მოახდინოს ზემოქმედება და მარტო დოზის კონტროლი არის დედაზე დამოკიდებული, კი შესაძლებელია პირველ ეტაპზე გქონდეს სირთულეები, იმიტომ რომ არ აქვს ეს 0.5-იანი დოზირება ამ შემთხვევაში იმ აპიდრას, რომელსაც სახელმწიფო ამ ეტაპზე ჩასანაცვლებლად გვთავაზობს. რაც შეეხება ბავშვებს, რომლებიც იყენებენ ინსულინის ტუმბოს, თეორიულად აქაც შესაძლებელია აპიდრას გამოყენება, უბრალოდ უფრო მარტივია ნოვორაპიდის. ყველა ამ წუთას ვინც ტუმბოს იყენებს, ყველა ნოვორაპიდით იყენებს და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უმეტესობას სავარაუდოდ აქვს რამოდენიმე დღის მარაგი მაინც და თუ ისევ არ დაგვაღალატებს მწარმოებელი კომპანია და შემოვა თვის ბოლომდე, წესით ამ ბავშვებს მაინც არ უნდა შეექმნათ პრობლემა. ასევე ინდივიდუალურად იმედი მაქვს, რომ შესაძლებელია ვისაც განსაკუთრებით რთული მდგომარეობა აქვს, განსაკუთრებით სენსიტიური ან ძალიან პატარა არის, იქნებ სახელმწიფომ რაღაცა გამონაკლისს შემთხვევაში თითოეულ ბავშვისთვის რაღაცა რაოდენობა დარჩენილი მარაგიდან გამოყოს